დილა მშვიდობისა. 19 აპრილია და მაღვიძარა კვლავ თქვენთვის იწყებს დილას. დარჩით 11 საათამდე ჩვენთან ერთად და კვირდებით არ მოიწყენთ. პარასკევია და გადაცემის ბოლოს ტრადიციულად მინი კონცერტ შემოგთავაზებთ ანსამბლ ჩვენებურებთან ერთად. ასევე ჩვენი სტუდიის სტუმარი იქნება ზაზა კორინთელი. მანამდე კი ტოპ სერვისში ჩემი სტუმრები იქნებიან თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი მაკა ყუბუსიძე და დიზაინერი აკა ნანიტაშვილი. კვირეული 23 აპრილს გაიხსნება, დანარჩენ დეტალებს კი სტუმრებთან საუბრისას გავარკვევთ. დილა მშვიდობისა, პარასკევია და შინაური ცხოველების კვირეული სრულდება დღეს. ეგზოტიკურ ცხოველებზე ვისაუბრებ, მათი მოშინაურება ძალიან რთულია, თუმცა ჩემს სიუჟეტში ნახავთ თუ როგორ ახერხებენ ადამიანები მათ მოთმინიერებას, ასევე ჩემი სტუმარი გველთან ერთად შემოგვიერთება და მე ძალიან მეშინია. დარჩით ჩვენ. ნუ გეშინია ჩვენ. კახას ეშინია, მე კი ტრადიციულად პრესას მიმოვიხილავ და ინტერნეტის ამბებსაც მოგიყვებით, მაგალითად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს იშვიათი ლურჯი ბრილიანტი, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 25 კარატიანი ბრილიანტის ღირებულება 10 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი იქნება. ერთი დღე 60-ში ასე ჰქვია პროექტს, რომელიც აერთიანებს 20 კინორეჟისორს, 20 კინორეჟისორი ავსტრალიას ეწვია და κουინსლენდის პარკში გადაიღებენ დოკუმენტურ ფილმს, ამას ყველაფერს შეითხოვთ დეტალურად ინტერნეტის ამბებში. დილა მშვიდობისა, მაღვიძარას ერთგულო მაყურებლებო, გაიღვიძეთ ჩვენთან ერთად. წინ ბევრი სახალისო და საინტერესო სიახლე გელოდებათ. ვასრულებ ჩემს საქორწინო კვირეულს და დღეს სიუჟეტში ნახავთ, როგორი ქორწილის ტრადიციები აქვთ ებრაელებს, მუსლიმებს, ასევე აზიელებს და ბოშებს. სიუჟეტის შემდეგ კი შემოგვიერთნება ეთნოლოგი გიორგი გოცილიძე, რომელთან ერთადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ქორწილების ტრადიციებზე ვისაუბრებთ. მაღვიძარა პირდაპირ ეთერშია, გაიღვიძეთ ჩვენთან ერთად. დარჩით 11 საათამდე მაღვიძარასთან ერთად და გაიხალისეთ დილა. ამგონი მალე ცხელი ჩაი ისე აქტუალური აღარ იქნება, იმიტომ რომ დღეიდან ტემპერატურა მოიმატებს. მანამდე ჩემს ხელს ისე ჭირდება. თუმცა სხვათა შორის სიცხეშიც შეიძლება ჩაის დალევა ძალიან სასარგებლოა. აგრილებს. ახლა გურიელი ჩაი მით უმეტეს. ნინოცა ჩაის დალევა? კი, აუცილებლად. დღეს ეგზოტიკურ ცხოველებზე საუბრობ. ისე თუ წარმოგიდგენიათ ადამიანი ეს მიასეირნებს ყელსაბამით პატარა ნიანგს აი კოკის პანიერებით რომ არ გახსოვს ვიდეო მე რომ გაჩვენე. ო აი ზუსტად ჩემს მაშინ დავიჯერე რომ შეიძლება. ისე ვერ წარმოვიდგინე. ახლა როგორ ეშინია, ახლა როგორ დაძაბული. ხო, ანუ ეხლა დღეს ჩემთვის ცოტა მძიმე დღეა, იმიტომ რომ მე ორი რაღაცის ყველაზე მეტად მეშინია, ეს არის მსუქანაობობას, ეს უკვე თქვენ იცით რომ მე ფობია მჭირს მსუქანაობობების. სხვადასხვა ძალიან პოპულარულია საზღვარგარეთ ტარანტულა. მსუქანაობობა. აი მსუსებიანიობა, იმიტომ რომ თან ეს ეხსნიან, რომ არანაირი ხმაურს არ იწოს, თავისთვის არის, არ არის აგრესიული. უბრალოდ კვირაში ერთხელ უნდა გამოყვებო გემია და ხო, ეს განსაკუთრებით ამერიკაში. ამერიკაში განსაკუთრებით. უკანაობობამ რა ხმაური უნდა გამოიწვიოს. ხო, ნუ აი ეს ხსნიან, ნუ ადვილი მოსავლელია. რა თქმა უნდა, ხვლიკების ჯიშები ძალიან პოპულარულია ამერიკაში, სხვათა შორის ტეხასური ხვლიკი არის, აგანა, არსებობს კიდე იგუანა, კამელეონი ძალიან პოპულარულია. კამელეონი არა, კამელეონი. კამელეონი, ხო. მე ძალიან ნერვიულობ, მართლა, იმიტომ რომ თავარი შიში წინ ველოდება, იმიტომ რომ ჩვენ სტუმრად შემოგვიერთდება ზოოპარკის ეგზოტარიუმის გაყოფილების კურატორი გურამ ციკლაური, რომელიც გველთან ერთად და მსუქანაობობასთან ერთად შემოგვიერთდება. სიუჟეტის შემდეგ, რა თქმა უნდა. ცხოველებს, რომლებიც თქვენ მხოლოდ ზოოპარკის გალიაში გამოწვეულები გინახავთ და ხშირად გისოსებთ ან მისვლაც კი შეგშინებიათ, ზოგი აშინაურებს და ისე წვრთნის, რომ საკელურითაც კი ასეირნებს. ალიგატორი, ტარანტული, იგუანა, ვეფხვი და გველი. საქართველოს ფარგლებს გარეთ საკმაოდ მოთხოვნადია და ზოომაღაზიებშიც იყიდება. საშიში ცხოველების საშინაო პირობებში გამოზრდა პატრონების უცნაურ ხასიათზე აშკარად მიუთითებს, თუმცა შეუძლებელი არაფერია. გთავაზობთ იმ ველური ცხოველების ხუთეულს, რომელთა დამორჩილება ადამიანებმა მოახერხეს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეგზოტიკური შინაური ცხოველი ალიგატორია. მისი სახლში გაჩერება ძალიან სარისკოა და არც გაწვრთნა ადვილი. აუცილებელია პატრონს ალიგატორის ფლობის ლეგალური უფლებაც ჰქონდეს. რეპტილიების მფლობელების თქმით ის დაბადებიდან მაქსიმუმ 1 თვეში უნდა შევიძინოთ, რათა თანაცხოვრება ფატალური შედეგით არ დასრულდეს. ალიგატორს სუბტროპიკული კლიმატი, ულტრაისფერის სხივების დიდი რაოდენობით მიწოდება და განსხვავებული საკვები ესაჭიროება.
Don't panic. Ain't no panic. There's a big spider in here somewhere. I got bite on the head. ამერიკელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შინაური ცხოველი ტარანტულია. ობობას, რომელიც ხელის გულზე ეტევა, შეუძლია ერთი ნაკმენით ადამიანი შეიწიროს. თუმცა არსებობს ტარანტულის ისეთი ჯიშებიც, რომელთა შხამი კრაზანის შხამის მსგავსია და კმენის შემთხვევაში სასიკვდილო შედეგამდე არ მიყვავართ. ეგზოტიკური ცხოველების მოყვარულები ამბობენ, რომ ტარანტულის რამდენიმე სახეობა გაწვრთნასაც მარტივად ექვემდებარება. მათი მოვლა დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, საკმარისია კვირაში ერთხელ მცირე ზომის მწერებით გამოვყვებოდ. პოპულარობით კი იმიტომ სარგებლობს, რომ პატარა ადგილს იკავებს და ხმაურსაც არ იცვლის. იგუანას მოშინაურება საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. მისი ფასი $2000-მდე წადის. გარდა ამისა, აუცილებელია მისთვის შესაბამისი პირობების შექმნა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გაწვნა გაგიჭირდება და თქვენი ეგზოტიკური შინაური ცხოველი აგრესიასაც გამოამჟღავნებს. ვეფხვის ან ლომის მოშინაურება უმტკივნეულოდ არ ჩაივლის. გარდა იმისა, რომ მათი ღირებულება $1000-დან იწყება, ბასრი ბჭყალები, ფიზიკური ძალა და ფიცხი ხასიათი ეგზოტიკური ცხოველების მოყვარულებსაც კი აფრთხობთ. დიდი კატები მხოლოდ მათენდობიან, ვინც საკვებს აწვდის. ასე რომ, სტუმრის ან ოჯახის სხვა წევრის მათთან მიახლოება შესაძლოა სავალალო შედეგითაც დასრულდეს. მათი მოვლა კი მხოლოდ ფინანსურად და ემოციურად მდგრად ადამიანებს შეუძლია. გაგიკვირდებათ, მაგრამ გველი ჩამოთვლილი ცხოველებიდან ყველაზე უსაფრთხოა. თუმცა დამწყებ მოყვარულებს სპეციალისტები ყოველი შემთხვევისათვის მცირე ზომის ჯიშებს თავაზობენ. ცხადია, გველებს ცხოველური საკვებით ამარაგებენ, თუმცა არ არის აუცილებელი ცოცხალი ორგანიზმი მივაწოდოთ. გველების გამოკვება გაყინული პროდუქტითაც შეიძლება. ყურადღება მიაქციათ, რომ აკვარიუმში ან გალიაში კარგად იყოს ჩაკეტილი, რადგან მათ გაქცევა ძალიან მარტივად შეუძლიათ. What's impossible they forgot. This world keeps spinning with each new day. თუ თქვენ უცნაური ცხოველებისადმი ინტერესი გაგიჩნდათ, მაშინ ჩვენი რჩევა ნამდვილად აგეხმარება. თუმცა თბილისის ქუჩებში საყელურით მოსეინე ეგზოტიკური ცხოველებს ვერ შეხვდებით. საზღვარგარეთ კი ვეფხვების, ლომების ან თუნდაც ნიანგების მოშინაურების მსურველი ადამიანები კი ძალიან ბევრი. როგორც ისინი ამტკიცებენ, ეგზოტიკურ ცხოველებთან ერთხელ შეხვედრის შემდეგ მათთან მეგობრობის სურვილი სულაც არ არის უცნაური ახირება. ისე მაგარია ნიანგის სიარული, ცოტა დაცული ხარ, თუ ერთ ჩვენ ერთ დღეს შენ არ გადაგსანსლა, ჩვენ შემოგვიერთა ბატონი გურამ ციკლაური დილამშვიდობის და დიდი მადლობა რომ მოხვედით, მაგრამ მადლობას არ გიხდით, იმიტომ რომ აი ეს რა არის. ბატონი გურამ, აი ეს რო ყავდეს სახში, ცოტა უცნაური ადამიანი უნდა იყო, ხო? აი ეს გრძელი ცივი არსება რო ყავდეს. რატომ უნდა ყავდეს? ნახე, იცი რა მაგარია. აი ისეთ რა მთელი ცხოვრება მყავს სახში გველები, ბავშვებიც ისე მყავს გაზრდილი, რომ სიარული არ იცოდნენ ჯერ და გველებს ეთამაშებოდნენ უკვე. აი მე. თქვენც ყავთ სახში მყავს ერთი ცალი. ერთი ცალი. არ გადმოგივარდეთ, ეხლა გველია? დიახ. და რა ჯიშის არის? ესეც არის აი სიმინდის მცურავი. აი ამ ჯიშის არის, ამ სახეობის. ბატონო გურამ, შეიძლება რომ გველი დაიმეგობრო, ან როგორი მოსავლელია, საინტერესო. მე და ჩემი გველი დამეგობრო. ისეთ რა, საკმაოდ ადვილი მოსავლელია, რომ დაიმეგობრო მაინც და მაინც გველს ინტელექტი არ აქვს იმ დონისა, რომ მიიჩვიო და მაგრამ მაინც პატრონს ცნობს. ცნობს როგორ? ისე ყველაფერი შედარებითია. აი ცნობს სუნზე ცნობს და რადგან თქვა ჩემგან მაინც და მაინც დისკომფორტს არ ელის და იცის უკვე მიჩვეულია. აი ამ დონეზე ცნობს. ეს ახლა ნაკლებად აგრესიული გველია, შხამიანი არ არის, ხო? არა, შხამი, რა თქმა უნდა, შხამიანს ხوار მოვიყვანია. შხამიანი არა. ეხლა ხوار რომ გრიხავ. ბატონო? ხوار რომ გრიხავ. პირველად მიხარია რომ კიბეზე ესე მოშორებით ხარ, ხო? აი შემომეხია, ნახე. ახლა მიიყვანე რა. არ მინდა, მადლობა. არა, გეხოცები რა, ძალიან პოპულარულია ასევე სხვადასხვა ჯიშის ხვლიკები საზღვარგარეთ. მაგალითად ჩვენ ყავს ერთ-ერთი ოპერატორი, რომელსაც ოცნება და აქვს ქცეული, რომ იყიდოს იგუანა. აი როგორი მოსავლელია სიტყვაზე ხვლიკები, ეს იგუანა იქნება, ხო? ხვლიკს გააჩნია, ზოგი ხვლიკი ჯერ ერთი, ზოგი ხვლიკი შხამიანიც არის.
მე კიდე ნუ აქ ისე რა ქვეწარმაო საერთოდ უნდა შეუქმნა აუცილებლად რაღაც განსაკუთრებული პირობები, იმიტომ რომ ტემპერატურა როგორც წესი ჭირდება უფრო მაღალი ვიდრე ჩვენ ვთქვათ ასე ვთქვათ ბინებში არის და რადგან უმეტესობა რაც არის ტროპიკული და სუბტროპიკული ცხოველი